ჩვენი ბათუმი. ეს ქალაქი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. აქ ყველა გზა პორტისკენ მიდის. ამიტომაც ეს კოპწია ქუჩები სწორედ ნავსადგურთან იყრიან თავს. ბათუმი მთელი თავისი უახლესი ისტორიით ზღვას, მეზღვაურებსა და მათ პროფესიას უკავშირდება. ხოდა მრავალი ზღვისპირელი ყმაწვილის მსგავსად მომავალ პროფესიად მანაც მეზღვაურობა აირჩია. უფრო მეტიც, საბოლოოდ შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა და ცხოვრების 50 წელი ნახევარი საუკუნე ზღვაში გაატარა. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა ჩვენი შეხვედრის დრო. უფრო ახლოს გავიცნობდით მას და მოგვეცემოდა საშუალება თქვენთვისაც მოგვეთხოვრო შორეული ნაოსნობის. დღეს კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის თენგიზ გადილიას შესახებ. დაიბადე 1957 წლის 3 დეკემბერს ქალაქ ბათუმში. ჩემმა ბავშვობამ გაიარა უმეტესად ზღვისპირთან და ხედავდი აი ძველი მოდელის და ძველი კონსტრუქციის გემებს, რომლებიც ჩვენთან ნავსადგურში შემოდიოდათ, გემები რომ მოაყვირებდნენ, დებოდნენ იქ, ლოცვანს გაყავდა ისინი. მიუხედავად იმისა, ბავშვები ვიყავით, მაგრამ მაინც იქცევდა ჩვენ ყურადღებას. გინდა არ გინდა, მაინც კავშირი ჰქონდა ზღვასთან. ჩემი მეზობელი იყო, რომელიც ცურავდა მწვანე კონცხი, ერქვა იმ საცენო კადაღარს, რომელიც დადიოდა ბათუმის ადრე ესტაკადა იყო, მაგ გამოდიოდა, იქ ძველი რესტორანი იყო ტალღა, იქიდან გამოდიოდა, გადიოდა მწვანე კონცხზე. შტურვალთან მაყენებდა, რომ მივყავდა, რა თქმა უნდა, ახლა ნაპირთან რომ მივიდოდა იმასთან, გამომართვდა თვითონ დადგებოდა, მაგრამ ის ზღვაში გადასვლის დროს მე ვმართავდი მას და სიხარულე და ესეც, რა თქმა უნდა, ჩაიბეჭდა ჩემში, რომ ეს შტურვალი და ეს კაპიტნის ხიდურის სიყვარული და რა ვიცი, იმიტომ რომ სულ კაპიტნის ხიდურაზე ვიყავი თითქმის, როდესაც სკოლიდან თავისუფალი დრო მქონდა, მივბოდი იქაც სულ და მასთან ერთად ვიყავი, როდესაც ის იყო მორიგება. ამბობენ, რომ დასაწყისის გარეშე არაფერი არსებობს და ამასთანავე ყველაფერი ყოველთვის გზიდან იწყება. ხოდა ვიდრე კაპიტნის ხიდურისაკენ მიმავალ რთულ და ფათერაკიან გზას დაადგებოდა, თენგიზ პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, როგორც მეზღვაურები ამბობენ, კურსის რამოდენიმეჯერ შეცვლა მოუწია. ვსწავლობდი მე-16 სკოლაში, მე-16 ნომერის სკოლაში, დავიწყე სწავლა მუსიკალურშიც და სწავლობდი ფორტეპიანოს კლასში, რომელიც დავამთავრე წარჩინებით. შემდეგ მშობლებს უნდოდა რომ გამეგრძელებინა ტექნიკუმში, მაგრამ მე რატომღაც არ გავაგრძელე ის, რა ვიცი, რაღაცა მაინც იყო ესეთი გაგება ბიჭებში, რომ რაღაც მუსიკალურში დადიხარ. დედის ვენერა კუჭუხიძის სურვილის მეუხედავად, რომ შვილი მუსიკოსი გამხდარიყო, ბიჭი საბოლოოდ მამის, მიხეილ გადილიას ნებას დაყვა და სკოლის დასრულების შემდეგ მეღვინე ტექნოლოგის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა. ბედიც ცადა. თუმცა 25 ადგილი იყო ამ იმაზე, ამ ღვინის ტექნოლოგიურზე. ამ 25 ადგილიდან 10 ადგილი შენახული ჰქონდა სპორტსმენებს, რომლებიც წასული იყვნენ იმაში, რა ქვია, შუა აზიაში შეჯიბრებზე და გამოდიოდნენ ღვინის, რა ქვია, იმას სასულსამიერო ინსტიტუტის სახელით. 4 გამოცდა იყო, 2-5 მივიღე, 2-4 მივიღე, მაგრამ ქულებით ვერ გავედი. დავდიე და წამოვედით ბათუმში. მუშავარი, ანუ უსწავლელი ხომ არ იქნებოდა და ამიტომ ერთი წელიწადი იქ მუშაობდი. იყო ესეთი სასწავლო საწარმო რაღაცა ერქვა, ესეთი რაღაცა იყო და მაგათ ჰქონდათ საამქრო თოჯინების. და ზუსტად თოჯინები იცინიან რომ არის ფილმი, აი ისე ვიყავე მე ერთი ბიჭი 30 გოგოში. ისინი ყველა კერავდნენ აბავი და მე ვხატავდი იმას თოჯინებს, ხატვაც მეხერხებოდა ბავშვობაში. ასე იყო თუ ისე, წარუმატებელი თუ სახალისო პერიპეტიების გავლის შემდეგ, ხატვისადმი მიდრეკილებისა და მუსიკალური განათლების მიუხედავად, საბოლოო პროფესიული არჩევანის გაკეთებისას ბევრი აღარ უფიქრია. 1966 წელს თენგიზმა ჩააბარა მისაღები გამოცდები და ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გახდა. არაერთხელ თქმულა და კვლავ გავიმეორებთ, რომ ამ სასწავლებელში მოხვედრა, რომელსაც იმ დროს ლეგენდარული იაკობ ოგანეზოვი ხელმძღვანელობდა, არც თუ ისე იული გახლდათ. მისი კურსანტობა კი უკვე წარმატებად ითვლებოდა და თავმომწონე ზღვისპირელი ბიჭებისათვის საამაყოც გახლდათ.
ძალიან გამიჯირდა იქ პირველი 2-3 თვე, ესეთი ძლიერი დისციპლინა იყო იქ. ჩვენი ხელმძღვანელი მეთაური იყო გიორგი სარუხანიანი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში, როგორც მეზღვაური და საზღვაო მეთაური. ისეთიდან უფრო მეც ითხოვდა, ვიშიც ესე იგი ის ხედავდა, რომ მისი ესე იგი ჩამოყალიბება შეიძლება სწორ ადამიანად და ნამდვილ ადამიანად და ნამდვილ მეზღვაურად. გვასწავლიდა მიხეილ დვარავენკო, ძველი კაპიტანი, რომელიც მართვნის ნავსადგურში ღია იალქნებით ჩამოდიოდა. ის ისეთ რაღაცებს გვიკითხავდა და გვიყვებოდა 90% აი პირდაპირ უსმენდი. თავისი თავიდან ყლებოდა, აი მე მაგალითად ასე მომივიდა, ესე მომივიდა, ასე ზღვაში. თენგისთან ერთად კურსზე აღმოჩნდნენ სოსო აროშიძე და დათო ღოღობერიძე, ტარიელ და ბიჭი კოლომაიები, ავთო ქვარიანი, პარმენ ხვედელიძე და ვახტანგ თავბერიძე. თენგის გადელიას, ჩემი თენგოს მეგობრობა მარტო როგორც კოლეგები და პროფესიონალური ურთიერთობა არ არის. ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა კიდევ ბავშვობის წლებიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც ჩვენ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. სკოლა რო დავამთავრეთ, ერთად მოვეწყვეთ ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ერთად დავამთავრეთ და აი მაშინ დაიწყო ჩვენი საზღვაო კარიერა. დაიწყო თრელა და მეგობრობა რა თქმა უნდა უფრო გაღრმავდა და გაღრმავდა. მეგობრობა მეგობრობად. საზღვაო პროფესიული კარიერა კი მომავალი კაპიტნების ზღვაში პირველი გასვლით უნდა დაწყებულიყო, რადგან ზოგად საგანმანათლებლო და სპეციალური საგნების შესწავლასთან ერთად სასწავლო პროგრამა გემით შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკების გავლასაც ითვალისწინებდა. რა თქმა უნდა, სულ მოუთხრობთ ველოდებოდით, როდის მოხდებოდით პრაქტიკულ მეცადინეობებზე ზღვაში. მე მოვხდი ნავარასიესში განაწილებით და აქედან მომიწია წასვლა. სამგზავრო გემი იყო პეტრადვარეთში, ჩავედით ნოვოროსიესკში და ჩამწერეს გემზე რიხარდ ზორგე. ძალიან ისეთი პრესტიჟული გემები იყვნენ, ესე იგი, და თანაც აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნიკით და ნორმალური კაპიტანი იყო და ჩვენ გვაძლევდა უფლებას, რომ რა ქვია, სასიგნალო ხიდურაზე ავსულიყავით ზემოთ და იქიდან ხალხური ბედებნა იმაზე, რა ქვია, მას გემის მოძრაობაზე და ყველაზე მთავარი იყო ეს ბოსფორის სრუტის გავლა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამან, ესე იგი ვიწრო სრუტეში რომ როგორ გადის ამ ყველა გემი. პირველი საზღვარგარეთის პორტი იყო ჩემთვის პირველი ჰავანა, კუბა. ჰავანაში ყველაფერი დაგვათვალიერებიდეს, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პრაქტიკა ამაგრებს თეორიას. ეს პირველი პრაქტიკა ჩავატარე მე, გამომადგა ძალიან მომავალში, რა თქმა უნდა, ყველა იმ დანარჩენი პრაქტიკებთან ერთად, რომელიც გავიარე მე, ერთად აღებული, ძალიან დიდი, ესე იგი, როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში და ჩემს პროფესიონალიზმში ამ პრაქტიკაზე მიღებულმა გამოცდილებამ. გამოცდილების გასამყარებლად საზღვაო საცურაო პრაქტიკების გავლა ახალ ბედამეზღვაურს მოგვიანებით კვლავ მოუწია. ამჯერად უკვე ბათუმში ახლად დაარსებულ საქართველოს სანაოსნოს ტანკერებზე აქსაიზე და აქტაშზე. Пришел к нам практикантом на танкер. თენგო პრაქტიკანტად მოვიდა ტანკერ Я აქტაშზე. тогда был третьим помощником. მე მაშინ კაპიტნის მესამე თანაშემწე ვიყავი და სანავიგაციო ხიდურაზე მორიგეობისას მახსოვს ის დღე-დაღამე ჩემს გვერდით იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მომაგრებული იყო ჩემთან ვახტაზე. რა შემიძლია ვთქვა? მრავალ პრაქტიკანტს შევხვედრი ვარ, მაგრამ ის გამორჩეულად გონიერი და საღად მოაზროვნე ყმაწვილი გახლდათ, რომელიც უნარიანად ითვისებდა ყველაფერს. განსაკუთრებით პრაქტიკაში. ვინაიდან თეორიული ცოდნა მას უკვე საკმარისად გააჩნდა და ჩვენთვის ორმხრივად სასიამოვნო იყო ურთიერთობა, ცურვა და მუშაობა ტანკერ აქტაშზე. შტურმან გემწამყვანის პროფესიის დაუფლებისას თენგის ძირითადად სანავიგაციო ხიდურაზე უხდებოდა ყოფნა. აქ ეუფლებოდა იგი საზღვაო საქმის ანაბანას. უკვე დამოუკიდებლად განსაზღვრავდა გემის ადგილმდებარეობას, ადგენდა და ავლებდა მისი გადაადგილების კურსს. ვინაიდან დახურული ტიპის გასამხედროებულ სასწავლებელს წარმოადგენდა, როგორც ადრე მას ეძახდნენ მარეხოტკის, ანუ ბათუმის საზღვაო სასწავლებლის კურსანტებს, წინ კიდევ ერთი გამოცდა ელოდათ, სამხედრო საზღვაო წვრთნების ციკლი, რომელიც თენგიზმა და მისმა თანაკურსელებმა დამამთავრებელ წელს ყირიმში, სევასტოპოლში ბაზირებული ფლოტილიის გემებზე გაიარეს.
ჩემი და თენგიზ გადილიას მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო 1966 წელს მოვეწყოთ ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, რომელიც დავამთავრეთ 1970 წლის მაისში. მე სამი თვე ვიყავით სამხედრო პრაქტიკაზე სევასტოპოლში, ჩამოვედით და გაგვანაწილეთ საქართველოს საზღვაო სანაოსნოში ჩვენი გზები გაიყო, მე წავედი ტანკერ ანატოლიაზე. თენგიზი წავიდა ტანკერ კიროვზე. მე გამიმართლა რომ განაწილებით მოხვდი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში ტანკერ კიროვზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ იმ დროისათვის უკვე გამოჩენილი კაპიტნები ალექსანდრე გეგენავა და რომან ჯიბლაძე. პირველად ვიყავი მატროსად და ერთი თვის შემდეგ გავხდი შორი ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე თანაშემწე. ყაზბეგის ტიპის ტანკერი კიროვი იქცა იმ სამჭედლოდ, რომელზედაც პროფესიულად იწვრთობოდა ახალბედა შტურმანი. ამ გემის შტატიანი კაპიტნის რომან ჯიბლაძის მეთაურობის ქვეშ და გვერდიგვერდ ყოფნისას მის საშტურმანო და კაცურ სკოლას ნაზიარები თენგიზი მალე ჯერ მესამე და მეორე თანაშემწე გახდა. 1977 წლისათვის კი სანავიგაციო ხიდურაზე იგი უკვე კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში იდგა. იმავე წლის მიწურულს ჩამოწერის ასაკს მიღწეულმა თენგიზის მშობლიურმა გემმა ტანკერმა კიროვმა თავის უკანასკნელ რეისში ჯართად დასაჭრელად გეზი ესპანეთის ნავსადგურ სან ესტებან დე პრავიასაკენ აიღო. ზღვიდან მობრუნებული ჩვენი ფილმის გმირისპირა ცხოვრებაში კი იმავე 1977 წელს ახალი ეტაპი დაიწყო. ბათუმში დაბრუნებული თენგიზი დაოჯახდა. მისი რჩეული კი თანაქალაქელი გოგონა ზოია დეკანაძე გახდა. გავიცანით ბათუმში, სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ ოჯახში და იქ მოვიდა თენგიზიც თავის მეგობრებთან ერთად. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, თბილისში ვსწავლობდი. მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მე სხვათა შორის რატომღაც ფიქრობდი მე ზღვაურს უნდა გავყვე მეთქი. ღმერთმა მისრულა ეს სურვილი, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთი მომცა. როგორც ყველა მეზღვაურს, ისევე თენგიზს თვეობით უხდებოდა გემზე ყოფნა. 8 თვე იყო, 9 თვე იყო, 6 თვე იყო. თვეს მისდევდა, წელი წელს. გემს გემით სულიდა, რეისს კი რეისი. იყო ხანგრძლივი შორეული ნაოსნობიდან შინ დაბრუნება, ოჯახთან და ახლობლებთან შეხვედრის სიხარული. ნაპირზე ხანმოკლე შვებულება და როგორც ნაღდ მეზღვაურებს ჩვევიათ, კვლავ ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში. აი მე მახსოვს დედაჩემის მონაყოლი და მახსოვს ხოლმე რომ დავბადებულ ვარ, აი ნახა და 1 საათში წასულა გემზე რა, ესე თქვა ზღვაში. როგორც ყველა მეზღვაურის ოჯახი, ჩვენი ოჯახიც ისეთივე ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა, რომ სულ გვენატრებოდა მამა და ამ მონატრებას მოსდევდა დიდი მოლოდინი. დაიტვირთებოდა დედაჩემი დიდი სურსად სანოვაგეთი. ძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად გვიხაროდა და დედასაც ისე უხაროდა, რომ მამა შეხვდებოდა და დავხვდებოდა და აი დაზრდილ შვილებს დაანახებდა მონატრებულ მამას მეზღვაურს, რომ ის უკვე პეპელასავით იყო. ჩემი მეუღლე ყოველთვის ამბობდა, რომ მე არ მიჭირს ზღვაში წასვლა, იმიტომ რომ ზურგი ძლიერი მაქვსო. ამას ჩემზე ამბობდა ყოველთვის და ოჯახს ძლიერი ზურგი მაქვსო. ჩემი მეუღლე შეხედავს ყველაფერს და ამ ყველაფერს ვართმევდი თავს. ამასობაში ერთი ზღვიდან მეორეში, ოკეანიდან ოკეანეში, პორტიდან პორტში და ასე წრეზე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე, ანაკლიაზე და ზაქარია ფალიაშვილზე კაპიტნის უფროს თანაშემწე ცურვისას თენგიზს პრაქტიკული გამოცდილება ემატებოდა. საუკეთესო ადამიანური და ლიდერის თვისებების მქონე ჩვენი ფილმის გმირი უკვე სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით. ეკიპაჟის წევრებს სჯეროდათ და ეიმედებოდათ მისი გამოცდილების. ხოდა 1991 წელს ტანკერ ზაქარია ფალიაშვილზე მას პირველად ანდეს ამ გემის დამოუკიდებლად მართვა, კაპიტნობა, რასაც მალე ტანკერ ქარელის ეკიპაჟის მეთაურობაც მოჰყვა. თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად თენგიზი პარალელურად სწავლობდა. 1985 წელს მან დაუსწრებლად
ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელიც დაამთავრა. თუმცა შორეული ნაოსნობის კაპიტნად, საბოლოოდ და სამტკიცებლად იმ დროინდელი წესის მიხედვით საკავშირო სამინისტროს კოლეგიაზე იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უნდა წარედგინა. იმ დროისათვის საქართველოს საზღვაო სანაოსნო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მოწინავე და მრავალრიცხოვანი ფლოტის მქონე სანაოსნო კომპანიას წარმოადგენდა, რომლის გემები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 300-ზე მეტ ნავსადგურში უშვებდნენ ღუზას და სადაც მუდმივად მიმდინარეობდა ფლოტის განახლების, გემების მოდერნიზაციისა და ახალი გემების შეძენის პროცესი. 38 გემი მივიღე მე. როდესაც წამოვედი თუ წამომიყვანეს 56 გემი დარჩა. თუ წარმოედგინეთ ამ პერიოდში რამდენი გემი მოემატა სანაოსნოს. რო ეხემძღვანელა ახალი გემებისთვის საჭიროა ახალი კადრების მომზადება. ამ გემებს ხელმძღვანელი უნდა, მაგრამ ხო კაპიტანი უნდა. ესეთი ხო უნდა გაზარდო. უნდა გაზარდო იმ ხალხიდან, იმ მეზღვაურებიდან, რომელიც შენთან არიან დასაქმებული. ახალი თაობის ქართველ შტურმან გემწამყვანთა საქმიანობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა საქართველოს სანაოსნოს იმდროინდელ წარმატებებსა და საზღვაო დარგის წინსვლა განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ჩვენი ფილმის გმირი გახლდათ. ეროვნული კადრი, რომელიც უკვე მზად იყო დამოუკიდებლად მდგარიყო სანავიგაციო ხიდურაზე. გამხდარიყო კაპიტანი და ემეთაურა გემისათვის. საზღვაო სანაოსნოს უსაფრთხოების სამსახურს დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე კაპიტანები წარმოადგენდნენ. მათთან გასაუბრების გავლა და ცოდნის შემოწმება კი არც თუ ისე ადვილი. მე ვიტყოდი ძალიან რთული გახლდათ. ვინაიდან პროფესიული ზრდის პროცესში შტურმანებისადმი, მით უმეტეს კი მომავალი კაპიტანებისადმი, მოთხოვნები საკმარისად მაღალი და მკაცრი იყო. Слушал их, набирался опыта. Но если его что-то спросят, всегда отвечал. თენგიზ მიხეილისზე ხშირად მოდიოდა ჩვენ სამსახურში და ხედავდი თუ როგორ ურთიერთობდა ის კაპიტან დამრეგებლებთან. ბევრისგან განსხვავებით, მისთვის ზედმეტი ამბიციურობა არასდროს შემინიშნავს. У него этого не замечалось. ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილეს საზღვაო უსაფრთხოების დარგში ბატონ გივიჩოლარიას, შორეული ნაოსნობის კაპიტანს და ღვაწლმოსილ პედაგოგს გენადი შურიგინს, რომლებმაც მე რა თქმა წარმადგინეს ავაზე. გავედი ადგილობრივ კოლეგიაზე, აქ ხელმძღვანელობდა მას ბატონი ჯემალ ჭიღვარია, მიმავლინეს მოსკოვში. Выдвинули его, прошел у нас знания, потом пошел. ასევე ბრწყინვალედ გაიარა გასაუბრება საზღვაო ფლოტის სამინისტროს უმკაცრეს კოლეგიაზე, რაც არც თუ ისე იოლი გახლდათ, რადგან იქ კაპიტანებად ყველას არ ამტკიცებდნენ. Так не пропускали капитанов. საბჭოთა კავშირის საზღვაო ტრანსპორტის სამინისტროში უნდა ჩასულიყო კაპიტანი და იქ დიდ კოლეგიაზე უნდა დამტკიცებულიყო იმდროინდელ გამოჩენილ კაპიტნებთან, ვისაც ეძახდნენ ესე იგი ზღვის მგლებს. წარმატებით გავიარე ყველა ეს პროცედურები და უკვე 1985 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის საზღვაო ტრანსპორტის სამინისტროს კოლეგიაზე დამამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად. პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევდით, რომ გაგვეზარდა ქართველი კაპიტანები. აი ერთ-ერთი მათ შორის იყო თენგიზი, რომელმაც თავისი საქმიანობით გაამართლა ის ნდობა, რომელიც გამოეცხადა მას ჩვენი მხრიდან და საერთოდ სამინისტროს მხრიდან, რომელმაც ის დაამტკიცა კაპიტანად. მაშ ასე 1985 წელს საკავშირო საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ თენგიზ გადილია შორეული ნაოსნობის კაპიტანად დაამტკიცა. ტანკერები ასპინძა, ალექსანდრე კორნეიჩუკი და გენერალი მერკვილაძე, ვასილი კიკვიძე და საბჭოთა საქართველოს 50 წლის თავი. ეს იმ გემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც 1985 წლის შემდეგ მოუწია კაპიტანად ზორვა და ეკიპაჟების მეთაურობა უკვე გამობრძმედილ ზღვაოსანსა და შემდგარ პროფესიონალს.
ჩვენ მოგვიწია თანამშრომლობა ტანკერ საბჭოთა საქართველოს 50 წლის თავის სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას, სადაც კაპიტანი იყო თენგიზ გადილია, მე კი მაშინ სუპერინტენდანტის სტატუსით ჩავედი სლოვენიის პორტ იზოლაში. რამ გამაკვირვა და გამაუცა ამ ადამიანში? მე არ ვილაპარაკებ მის პროფესიულ საშტურმალო თვისებებზე. ამას უფრო კომპეტენტურად მისი კოლეგა მეგობარი კაპიტნები გააკეთებენ, მაგრამ როგორც ორგანიზატორი, მხოლოდ კაპიტანი კი არა, როგორც ინგლისელები ამბობენ, ის ნამდვილი მასტერი, გემის პატრონი გახლდათ. დიახ, პატრონი, რადგან კაპიტნის პროფესია გემზე უმთავრესია. უპირველესად სწორედ ის გახლავთ პასუხისმგებელი გემის, ტვირთისა და რაც მთავარია, ეკიპაჟის წევრთა უსაფრთხოებაზე. მან იცოდა გემის მატერიალური მდგომარეობა თავიდან ბოლომდე. ერდოდან დაწყებული კიჩომდე, სათავსოებით, სატვირთო გემბანით, სატვირთო ტანკებით, სამანქანო განყოფილებით, თავარი ძრავისა და მისი დამხმარე მექანიზმების მდგომარეობით დამთავრებული და ასე შემდეგ. ის ხელმძღვანელობს ტვირთის უსაფრთხოდ განთავსებას. ადგენს გემის გადაადგილების უმოკლეს კურსს ისე, რომ შეძლების დაგვარად აიცვდინოს ციკლონებთან და შტორმში მოხვედრის შესაძლებლობა. ამ საქმეში კი წვრილმანები არ არსებობს და კაპიტანი ვალდებულია ზედმიწევნით და სრულად ფლობდეს ვითარებას გემზე, რათა ექსტრემალურ ვითარებაში მოხვედრისას ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ეს ადამიანი სრულად საქმის კურსში იყო და მისი მეთაურობის ქვეშ, როგორც ეს ჩანდა და ხედავდი, გემი იყო იდეალურ მდგომარეობაში. ეკიპაჟი მოქმედებდა წყობრად და შეთანხმებულად. ყველა ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და სწორედ ეს მოცემულობა განაპირობებდა კაპიტან თენგიზ გადილიას საერთო წარმატებებს მისი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში საქმიანობისას. ბატონო, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეისში ჩვენი გემისა და მისი ეკიპაჟის ცხოვრებაში მოხდა ღირსშესანიშნავი მოვლენები, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ იმ სანუკვარ ოცნებას, ჩვენი თბომავლის მთავარ ანძაზე აფრიალდა საქართველოს რესპუბლიკის ნაციონალური დროშა. ამ ეროვნული სულისკვეთების მიუხედავად, საბჭოეთის დაშლა-დანგრევა საქართველოს საზღვაო სანაოსნო საქმიანობაზეც აისახა. ჯერ იყო და გემების ნაწილი ახლად შექმნილ ერთობლივ სანაოსნო კომპანიებს გადაეცა. ჩამოიწერა, ჯართად დაიჭრა ან გაიყიდა. მოგვიანებით კი მათი მნიშვნელოვანი და საუკეთესო ნაწილი საბოლოოდ უცხოურ სანაოსნო კომპანიებს გადაეცა მართვაში და ასობით ქართველ მეზღვაურს სწორედ ამ გემებზე მოუწიათ საქმიანობის გაგრძელება. კომპანიების ანგლო-ჯორჯიანის, კოლუმბია შიპ მენეჯმენტის, ოლსეას მარინის, ისტვინდ შიპ მენეჯმენტის და სხვათა ტანკერები თბილისი, პოლ გილმორი, აკრონიუსი, სანი, არაბიან ვინდი, მენდი, ემი. ეს იმ გემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მომდევნო წლებში მოუწია мეთაურობა და эксплуатациურ коммерцიული მართვა капитан Тенгиз Гадильяс. Я с ним работал еще вот уже потом, на последние годы. იმ წლებში ჩვენ ერთ-ერთ გერმანულ სანაოსნო კომპანიაში მოგვიწია ერთად მუშაობა. ცნობილია, რომ გერმანელებს მკაცრი ევროპული მოთხოვნები აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ თენგიზთან განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და მისდამი სათანადო პატივისცემასაც იჩენდნენ. კაპიტან თენგიზ გადილიას პროფესიონალიზმს არამარტო კომპანიების მმართველები და მისი კოლეგები აფასებდნენ. იგი იმავდროულად დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა გემის ეკიპაჟის რიგით წევრებს შორისაც, რომლებიც ემადლიერებოდნენ, სჯეროდათ და ეიმედებოდათ მისი. მათი ნდობის მოპოვება კი არც თუ ისე ადვილი გახლდათ.
Когда мой сын плавал, начал плавать. როდესაც и ჩემი უფროსი ვაჟი თანაშემწე гахта, იგი уже კაპიტან стал თენგისთან старпомом, он მოხდა. стал у Тенгиз Михайловича работать. შვებულებით ნაპირზე когда დაბრუნებისთანავე он მე со мной ვახტანგს я его ვკითხე, спрашиваю, ну что თუ вы როგორ планируете? თანამშრომლობდა იგი კაპიტანთან. Тенгиз Михайловичем работалось. Сначала он მცირე ხნის молчал. დუმილის შემდეგ მან ასე Потом მიპასუხა. говорит, ზედმეტად немножко, говорит, მკაცრი всё და очень так მომთხოვნია. жестко, говорит, там, типа, ძალიანაც требовательно კარგი. очень. Я говорю, შენ ну, ძალიან правильно. გაგიმართლა Я მასთან говорю, რომ очень მოხდი. тебе повезло. ღმერთმა ინებოს კარგი დახასიათება მოგცეს და Дай Бог, ამასთანავე если ты დაიმსახურო, уже რომ заслужишь характеристику, მანვე он тебя წარგადგინოს выдвинет კაპიტანად. капитаном. მოგვიანებით Потом он, ასეც второй მოხდა. раз пошел სრულად опять к ეზიარა нему, კიდეც я კაპიტან отработал. თენგიზის სკოლას. И он его თუ выдвинул. დღეს ის რამეს И წარმოადგენს, сейчас, если мой сын ეს что-то там თენგიზ из себя, გადილიას мы будем так говорить, დამსახურებაა, представляет как რომელმაც капитан, это მალე будем говорить წარადგინა уже კიდეც იგი школа Тенгиз კაპიტანად. Михайловича. რაც შეეხება მის თანაშემწე შტურმანებს, მათთვის კაპიტანი თენგიზი პროფესიაში ერთგვარი გზამკვლევი, სამაგალითო დამრიგებელი იყო და სწორედ მის მიერ გაცემული რეკომენდაცია დახასიათებების საფუძველზე არაერთი მათგანი შემდგომში შორეული ნაოსნობის კაპიტანიც გახდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფილმის გმირი უპირველესად საკუთარი შვილებისათვის გახალდათ სამაგალითო პიროვნება. უპირველესი დამრიგებელი და როგორც თავად აღნიშნავენ, სწორედ ამან განაპირობა კიდეც მათი სამომავლო პროფესიული და საბოლოო ცხოვრებისეული არჩევანი. ყველაზე პირველი ის მომენტი ჩემ ცხოვრებაში საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი ჩემი პროფესიის არჩევამ, ასე ვთქვათ. მე გევიზარდე მეზღვაურების ოჯახში, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემს ირგვლივ იყო მეზღვაურების, აბსოლუტურად. კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმისა, რომ მე მის ყველს გავყოლოდი, რომელიც მეზღვაური გამოსულიყავი. მაგრამ ჩემი ძალისხმევითაც მივახციე იმას, რომ ბოლოს დამთავრდა რა. და ჩავაბარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ამაჩემსა და ჩემშორის ყოველთვის იყო ისეთი რაღაცა უხილავი, აუხსნელი და რაღაცნაირი დამოკიდებულება და კავშირი. აი ეს არის პიროვნება, რომელსაც ამოუწურავი, ისეთი თვისებები აქვს, რომ აი ერთი სიტყვით ამას ვერ ვიტყვი. მერვე კლასის შუა პერიოდია, мама მიდის ზღვაში და სანამ წავა ზღვაში მეკითხება შვილო რა ვქნათ. თუ საზღვაო გინდაო, ჩემგან ერთი თხოვნა არის, რომ სკოლა სამების გარეშე უნდა დაამთავრო. ჩავაბარე ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. კი ბატონო, თუ მიყვარდა ჩემ კვალს, ყოველთვის იყავი სამართლიანი და სამაგალითო მეზღვაური. შეესაბამებოდა შენ სამსახურს და იმ ხალხსაც და კოლექტივში მუშაობ, იმ კოლექტივში იყო ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი პიროვნება და გემზე. ბიჭები, მეგობრები, ყველას ვარჩევდი მამაჩემის პარამეტრებით. აი ვადარებდი, აი მამაჩემი როგორია, ხედავ ეს რაღაცით გავს მამაჩემს, რაღაცით ესე ასე. ნუ ყოველთვის ვიყენებდი მამას როგორც იდეალად და როგორც ეტალონად. შემდეგ 99-ში 28 აგვისტოს ევიღე დიპლომი და მე და მამამ ჩვენი მანქანით გავემგზავრეთ ნავარასკში უმაღლესში ჩასაბარებლად. პირველად როცა ზღვაში მომიწია სასვლა, მამასთან მოვხდი, მეორე კლასის მატროსად წავედი. შემდგომაც მოგვიწია ჩვენ ერთად მუშაობა, უკვე მე თანაშემწე ვიყავი კაპიტნის, მესამე თანაშემწე და მეორე თანაშემწესაც მოგვიწია ცოტა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე მამის საშტურმანო სკოლას მაქვს გავლენა. უუსწრებლად რო ჩავაბარ, ეგრევე წავედი ზღვაში. ერთ წელიწადში გავხდი მეოთხე თანაშემწე. ძალიან ჩქარა გევიარე ეს ყველა ეტაპი წინ სვლის. და 4 წელიწადში უკვე ვიყავი მეორე თანაშემწე, როცა დავანებე ზღვას თავი. უმაღლესი საზღვაო განათლების მიღებისა და შტურმანად საქმიანობის მიუხედავად, ჩვენი ფილმის გმირის უფროსი ვაჟი, დავით გადილია, საბოლოოდ მამის პროფესიულ კვალს არ გაყოლია და კაპიტანი არ გამხდარა. თუმცა მისი სადღეისო პროფესია მაინც ზღვას უკავშირდება, რადგან სიურვეერული კომპანია Sable Georgia, სადაც ის საქმიანობს, გემების ინსპექტირებელ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება უმცროს ვაჟს, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, იგი უკვე გახდა კაპიტანი.
დაიმკვიდრა კიდეც თავის საერთაშორისო ნაოსნობაში და სახელოვანი მამის კვალზე დამდგარი კაპიტანი ლაშა გადილია სადღეისოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი სანაოსნო კომპანია MTM Ship Management-ის გემების ეკიპაჟებს მეთაურობს. მართალია ძმების მსგავსად სოფო გადილია მეზღვაური არ გამختარა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მომავალ მეუღლედ და ცხოვრების თანამგზავრად საამაყო მამის მსგავსად საბოლოოდ კაპიტანი აირჩია. როცა მამასა და ქალიშვილის შორის ძალიან კარგი ურთიერთობა, ის გოგონა არასოდეს არ ცდება მისი ცხოვრების თანამგზავრის ამორჩევაში. ყოველთვის ვავლევდი მეც პარალელს და შედარებით მსგავს, ასე ვთქვათ, მსგავსი მოძებნე. მატროსი როცა ვიყავი, ის იყო კაპიტანი. იქ უკვე ის ჩემთვის სიმაური აღარ იყო. ის იყო კაპიტანი, მეთაური გემის და იქ ძალიან ბევრი ისეთი ხასიათის ის გავიგე რა, ნიუანსები, რომ აქ ხმელეთზე რო ვერ დაინახავს კაცს. იქ გამოჩნდა განსაკუთრებით ძალიან მომთხოვნი, ძალიან მკაცრი. მაგრამ ამასთანავე მთელ ეკიპაჟს რომ ის უყვარდა და ყველა აფასებდა მას, როგორც ადამიანს უპირველესად და მე რა თქმა უნდა როგორც კაპიტანს. რა ეს იყო პირველი. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ კაპიტნობა და მეზღვაურობა მარტო პროფესია არ გახლავთ. მეზღვაურობა ეს ცხოვრების განსაკუთრებული წესია, რომელსაც წლების მანძილზე რთულ და ფათერაკიან საქმიანობასთან ერთად ახლობლებთან თვეობით განშორებები, მუდმივი მონატრება, ოჯახზე ფიქრი და მოლოდინი. საბოლოოდ კი მათთან კვლავ შეხვედრის სიხარული ახლავს თან. როგორც ყველა მეზღვაური, თენგიზიც მიდიოდა შორეულ ნაოსნობაში თვეობით და დიდ ძალას გრძნობდი მისგან, შორიდანაც კი. ქართველ კაცს რაც უნდა ახასიათებდეს, აი დადებითი, რაც ჩვენ ვიცით ქართველი მამაკაცის, აბსოლუტურად ყველაფერი გააჩნია მას. უერთგულესია თავისი ოჯახის. პროფესიონალია კიდე თავისი საქმის. მეზღვაურის პროფესიაში ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც იგი თავს ანებებს შორეულ ნაოსნობას, უბრუნდება ნაპირს და საბოლოოდ ემშვიდობება ზღვას. უკანასკნელად კაპიტანი თენგიზ გადილია ამ გიგანტის, გერმანული სანაოსნო კომპანია Sierland Ship Management-ის ტანკერ პანას სანავიგაციო ხიდურაზე იდგა. თუმცა მას ზღვასთან საბოლოო დამშვიდობებაზე არც კი უფიქრია. 2012 წლიდან საქმიანობა ნაპირზე გააგრძელა და ბათუმის ნავსადგურსა და მიმდებარე წყლებში გემების უსაფრთხო ნაოსნობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი მას სადღეისოდ ნავსადგურის კაპიტნის საპასუხისმგებლო პოზიციაზე უწევს, რასაც ათეული წლების მანძილზე მოპოვებული სანავიგაციო და სამეთაურო გამოცდილების მქონე ჩინებულად ართმევს კიდეც თავს. ბუნებრივია დიდი პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა მის მიერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე მრავალწლიანი საქმიანობისას იქნა შეძენილი და მოპოვებული. ამ გამოცდილებას პრაქტიკაში იყენებს ამჯერად უკვე ბათუმის საზღვაო პორტის კაპიტნის პოზიციაზე საქმიანობისას. Good watch, good sailing, sir. Thank you, sir. Good day. რამდენიმეშია მაგიხერასული? დაახლოებით არის გადამტების 8 მილში და გავატერიტორიულ ზღვას. TSS-ი გავიდა უკვე. 8 მილი და ის რომ მოდის? მოდის ჰალის დემირი, არის ლოცვანი გემზია და გველოდებით უკვე შემოვა. პორტის აკვატორიაში შემოვა. ძალიან კარგი. Сегодня я вот смотрю, значит, он დღესდღეობით რომ ვუყურებ, იგი კვლავ ჩვეულ ფორმაში გახლავთ. კვლავ შემართულია. საქმეში აკურატულს ჩვეულებისამებრ კვლავ ღირსეულად უჭირავს თავი. ხელქვეითთა მიმართ გამოთქმული მისი შენიშვნები და მითითებები კი უპირატესად პროფესიული ხასიათისაა და ყოველთვის მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარეობს. და მე მინდა ჩვენ თენგიზს უსურვოთ დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბედნიერება და იქ სადაც მუშაობს დიდხანს და თავდადებით ემუშაოს და შეესრულებიათ თავისი ფუნქციები. ხანდახან რო ვაკვირდები, ვამჩნევ რა, რომ უჭირს მას განშორება ზღვასთან.
თუმცა ამ ყველაფერს ის აბალანსირებს, რომ დღესდღეობით ის მაინც დამოკიდებულია და აქვს შეხება საზღვაო ინდუსტრიასთან, კერძოდ მუშაობს ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის თანამდებობაზე და უწევს რა გემებზე ასვლა უწევს, შემოწმება, გადამოწმება გემების საბუთებთან აქვს საქმე საზღვაო ინდუსტრიის და ასე შემდეგ. ნამდვილი ზღვის კაცი. აი ადამიანი, რომელიც დღესაც მაინც ზღვით ცხოვრობს. მთელი მისი პროფესია ზღვასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ის ზღვაში დადიოდა, რეისებში გადიოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ დღესაც ის ზღვასთან კავშირშია და ზღვას უყურებს, ზღვით ფიქრობს, ზღვით სულდგმულობს შეიძლება ითქვას და ყოველივე კარგს უსურვებ მას როგორც ნამდვილ ზღვის ლომს და ნამდვილად დამსახურებულ კაპიტანს. თუმცა დამსახურებების მოსაპოვებლად არასოდეს ისწრაფოდა. დაფასება, დამსახურება და ჯილდოები თავად პოულობდნენ მას. შორეული ნაოსნობის კაპიტან თენგიზ გადილიას პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა დროს სათანადოდ აღინიშნა და დაფასდა. არაერთი სამადლობელი წერილის ადრესატი და ჯილდოს მფლობელი 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით ღირსების ორდენის კავალერი გახდა. სულ ახლახან კი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიზნულ ბათუმში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებაზე ქართული საზღვაო დარგის ფუნქციონირებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის შორეული ნაოსნობისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტან თენგიზ გადილიას მორიგი სამთავრობო ჯილდო გადაეცა. თქვენ წარმოიდგინეთ 50 წელზე მეტია და ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მეც და თენგიზსაც ჰქონდა აღმავლობის პერიოდი, წოხარების პერიოდი ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ორთავე ერთად ბაშკაცურად ეს გადავიტანეთ, მოლად მეგობრულად და დღესდღეობით კიდევ ვემსახურებით საზღვაო დარგს. Дорогой Тенгиз, что я могу пожелать тебе? В первую очередь здоровья, это самое главное. Я знаю, ძვირფასო თენგიზ, რა შეიძლება მეგისურვო შენ? უპირველესად ალბათ ჯანმრთელობა, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია. ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენ კი ყველას კიდევ 100 წელი გავხარებოდეს, პირადად შენი და შენი ახლობლების წარმატებები. აი მოკლედ, რაც შემიძლია უსურვო ჩემთვის ძვირფას და ახლობელ ადამიანს. უსურვებდი მე მაგას დიდ წარმატებებს, მრავალ წელს. ბედნიერებას, გახარებას, ოჯახში, მშვიდობას, ყველაფერ კარგს, რაც არის და 100 წელი ცხოვრობს კიდეს. ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი, გაიხაროს. მე ვიცი, ვისი შვილი ვარ. მე მახსოვს ის, ვინ არის მამაჩემი. რას წარმოადგენს მამაჩემი. აქედან გამომდინარე, მამას უნდა დაუჯერო. მამაზე მაგარი კაცი დედამიწაზე არ დადის. ჩემთვის მამა არის სიძლიერეს აქსიომა, კაცობის, ვაჟკაცობის, გვერდზე დგომის და თენგიზ გადილი ამის ნათელი მაგალითია. მამაჩემი ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო პიროვნება იყო, მთელი თავისი ცხოვრება მაწვეულობიდან ასე ვთქვათ, ყოველთვის საზღვაო სფეროში მუშაობდა. ამიტომ ის რომ მე დღეს შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვარ, ეს მამაჩემის დამსახურებასაა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მამაჩემმა იმაში, რომ მე დღეს კაპიტანი ვარ. მე მინდა ვადრიგზელო ჩემი შვილი და მოხარული ვარ იმის რომ შენ მართლაც ძლიერად დადექი კაპიტნის ტიტულზე. ჩემი ის დიდი გზა, რომელიც მე გავიარე და დიდი გამოცდილება მინდა ჩემ შვილს გადავწე როგორც კაპიტანს. ადრესზე ვთქვაშვილო, სულ კარგად იყავი. სულ მალე მამაჩემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე იქნება, ის 70 წლის ხდება, 70 წლის იუბილეი იქნება. შესაძლოა მე იმ დროისთვის აქ არ ვიყო, გვაში ვიყო. სხვიდან მინდა მიულოცო, ჯანმრთელობა მინდა უსურვო, შვილები ეხაროზე ებედნიერება. შორეულ ნაოსნობაში მყოფი შვილის მილოცვის კვალად კი ჩვენი ფილმის გმირის 70 წლოვან იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წვეულებაზე ბატონი თენგიზის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და კოლეგებმა ბათუმში ტრადიციულ ქართულ სუფრასთან მოიყარეს თავი. ლაპარაკობთ მადლობას რომ თქვენ ჩემ გვერდით ხართ.
ხალხი რომელმაც ესე იგი ძალიან დიდი შრომა გაწია იმისათვის რომ დღევანდელი ჩვენი საქართველოს დროშა ამაყად ყოფილიყო გატანილი მთელ მსოფლიოში. ყველას გადღეგრძელოთ, გაიხარეთ, იცოცხლეთ. თქვენს გვერდით ყოფილიყო მე და გადამეხადოს ის დიდი დაფასება, ისი რაც ესე იგი თქვენ ესე იგი გააკეთეთ დღეს და ჩემთან მოგზავნით და ასეთი კაი სიტყვები მითხარით. ჩვენი ოჯახის სიხარული ორთავის სიხარულია, ოჯახის წოხილი ორთავის წოხილია. მე რა თენგიზის სული და გულით ულოცავ დაბადების დღეს, უსურვებდი დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, კარგადყოფნას, გამძლეობას და გამრავლებას. ყველაფერს უსურვებ ისეთ, როგორც აი ქალიშვილი უსურვებს მამას, არაშვილი ქალიშვილი უსურვებს მამას. მინდა რომ სულ ხედავდე მის აი ნათელ და საყვარელ თვალებს. ყოველთვის ისეთი მომხემარე სახე კონდეს და კონდეს იმედი, ხალისი, აი მის თვალებში იყოს იმის სინათლე, რა ვთქვა, ცხოვრების სურვილი, რა ვიცი, ყველაფერ კარგს უსურვებ და მინდა რომ ხედავდე სულ და სულ ჩვენც ყოველთვის მის ირგვლივ ფუსფუსებდეთ. ჩვენ 40 წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ. ნენელა იზრდებოდა ჩვენი ოჯახი. მოვედით დღემდე. ისევე ისეთი შემართებით ზრუნავს ოჯახზე. ნაკლებად იწვის რომ დავიღალე, არ უყვარს წუწუნი. ძლიერია ბუნებითაც, ძლიერია ფიზიკურადაც. უსურვებ რომ იყოს ასევე მედგრად იდგეს მისი ოჯახის სადარაჯოზე. ამჯერად ჩვენც აქ გვინდა დავასრულოთ თხრობა ადამიანზე, რომლის ცხოვრება ნათელი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქმე საკეთებელში ნამდვილი პროფესიონალი და რაც მთავარია, ნაღდი მეზღვაური, რომელმაც მთელი ცხოვრება ზღვასთან და ზღვაში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ენერგიით სავსეს, მხნედ და იმედიანად მყოფს დღესაც კი ზღვისკენ, შორეული ჰორიზონტებისაკენ უჭირავს თვალი, ქარიშხლიან და ფათერაკიან წლებგამოვლილი ზღვაოსნის მთავარი ნავსაყუდელი და სამოღვაწეო ასპარეზი სადღეისოდ მის მშობლიურ ბათუმშია. ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთანაა, რადგან სწორედ აქ ამ ადამიანებთან იწყებოდა, გრძელდებოდა და კვლავაც გრძელდება ჩვენი ამ ფილმის გმირის, თენგიზ გადილიას, კაპიტან თენგიზის ბედნიერების, სიყვარულისა და ცხოვრების ზღვაც და ნაპირიც.